ეთერშია ქრონიკა 14 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობს. ქართული ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ რას აიძულებდა თბილისს უკრაინა და როგორ ითხოვდნენ რადიკალები საქართველოს მთავრობას სხვა ქვეყნის მთავრობას დამორჩილებოდა დეტალურად იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარე. დედას რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა ბრალდება წარედგინა. დებატებს ისტორიულად გაქცეული რადიკალები ბრიტანული ბიუროკრატიის ქმედებები გამოაშკარავებულია. თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დებატების ჩაშლა იყო. ასე ხსნის მოვლენებს პრემიერი ირაკლი კობახიძის განცხადებით ამ ყველაფერს უტყუარად მოწმობს ის, რომ ადგილობრივ უცხოურ აგენტებს ერთიანი ეგრეთ წოდებული message box-ი აქვთ, რადგან დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. გავმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობო და აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად. განცხადების გამოქვეყნებისას გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ პოლიტიკური დებატების სივრცეს სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. პირველი, გაჩნდა შესაძლებლობა საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას. მეორე, გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული. მესამე, მართალია სუბიექტური ვართ, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. ბუნებრივია ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც საბოლოოდ საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს. ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები, რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი message box-ი და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ. გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც თავისი არსითა და შინაარსით ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული. თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. თავისუფალ მედიაზე თავდასხმამ კი კარგად აჩვენა, ვინ იღწვის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს. უარგუმენტო და მოგონილი ბრალდებები იმედის დასაზიანებლად უშედეგოა, რადგან თავდასხმა ვერ აიძულებს ეროვნულ მაუწყებელს ქართულ საზოგადოებას სიმართლე დაუმალოს. რატი მეტრეველმა მოისმინა შეფასებები.
როგორც კი ქართული მედია სივრცე საგნობრივი დისკუსიისთვის გაიხსნა და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი სწორედ ტელეკომპანია იმედი იყო, ხელისუფლების ოპონენტებს თავსატეხი გაუჩნდათ თუ რა მიზეზით შეიძლებოდა დებატებზე უარი ეთქვათ. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს კითხვებს გაურბოდნენ შაბლონური ფრაზით პირდაპირ ეთერში გიპასუხებთ. ეთერი გაიხსნა და მათთვის გაჩნდა ახალი თავსატეხი, ახლა რით შეიძლება გაექცნენ მათთვის არასასურველ თემებზე მსჯელობას და ოპონენტებთან საგნობრივ დისკუსიას. Რა თქმა უნდა, ამ გამოუვალ სიტუაციაში მათ დახმარების ხელი ისევ ძალებმა გამოუწოდეს და ქართულ მედიაზე მიზანმიმართული შეტევით ახალი შაბლონი მისცეს ფორმულირებით სანქცირებულ ტელევიზიაში არ ვიდებადებთ. თუმცა მოლოდინი სხვა იყო და რეალობა სხვა. ტელეკომპანია იმედი გარე თუ შიდა წნეხის მიუხედავად მაუწყებლობას ჩვეული რეჟიმით განაგზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობამ, რომელიც ღიად აღიარებს, რომ იმედს ამჯერად გარე ძალების დახმარებით ებრძვის, ჩვენი კითხვებისგან გაქცევის ახალი გეგმა უნდა ეძიოს. საზოგადოება სააქვს რესურსი შეიტყოს პირველი პირებისგან რა არის სიმართლე და დებატების ჭრილში თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი მხარე არის ამ შემთხვევაში მართალი და ეს ბუნებრივია რომ ძალიან დიდ პრობლემას როგორც ჩანს უქმნის რადიკალიზმის ახალისებას ჩვენს ქვეყანაში ჩვენ კარგად ვიცით რომ რადიკალებს და მათ დავალების მიმცემებს ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ სურვილი არა გააერთიანონ საზოგადოება არა შექმნან ის შესაძლებლობა რომ საღი მსჯელობის ჭრილში მოხდეს თითოეული საკითხის განხილვა არამედ იყოს დაგსაქსულობა იყოს დაყოფა და გადაწყვეტეს ამ ყველაფრის ჩახშობა პირველ რიგში ეს ბუნებრივია ყველაზე უფრო მეტად რეიტინგული ტელევიზიის და ასევე წამყვანი რეიტინგის მქონე ტელევიზიის გულისხმობ იმედს და პოზიტივის მათთვის სანქციების დაწესებით გადაწყვეტეს რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს მართალი სიტყვა, თავისუფალი ხმა იყოს ჩახშობილი და ეს მათი აზრით ხელს შეუწყობს რადიკალიზმს საკუთარი პროპაგანდისტული მედია საშუალებებით კიდევ უფრო მეტად დაგსაქსონ საზოგადოება, ტყუილი მოახვიონ მათ თავზე. დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედია საშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემისტს, რომელიც ვითარდება საქართველოს ქუჩებში. დებატები ამ რევოლუციურ გეგმას მნიშვნელოვნად უპირისპირდება კოლექტიური ნაცმოძრაობა მუშაობდა, როდესაც იხილავდნენ საკითხს, თუ როგორ განვითარდეს ეს აგრესიული ექსტრემისტული პროცესები საქართველოში და აი ამ მსჯელობის განმავლობაში წარმოიშვა ისეთი წინადადება, რომელიც საქართველოში შეიძლება დაბადებულიყო მხოლოდ რომ სწორედაც მედია არის, გარკვეული მედია საშუალებები არის ჩასაქრობი, არის შესაზღუდი იმისათვის, რათა ექსტრემიზმს მიეცეს განვითარების საშუალება. უკვე მეხუთე დღეა ტელეკომპანია იმედი კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ელოდება, რა არგუმენტებით მყარდება დიდი ბრიტანეთის ეგრეთ წოდებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ტელეკომპანიას არც მეტი არც ნაკლები უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის ქვეშ დაყენებას აბრალებს. ნული არგუმენტით ბრიტანეთის ელჩი არც კამერებთან ჩნდება და არც წერილობით გვპასუხობს. უსმენდით რატი მეტრეველს. თავისუფალ მედიაზე თავდასხმას დაეთმობა დღევანდელი ღია ეთერი იმედზე, ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის. დებატების ნაცვლად იქნება დისკუსია, რადგან NGO-ების და მედიის წარმომადგენლები უარს ამბობენ იმედის ეთერში აზრის გამოთქმაზე. Სუსტად 4 წლის წინ, როგორ ითხოვდა უკრაინის მაშინდელი პრემიერი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო და უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა, იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც პირველი კანონმდებელი წერს, იძულებითი მოთხოვნა მეხუთე კოლონამ, ანუ ქართულმა ოპოზიციამ შეასრულა, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი საკუთარი მთავრობისგან ითხოვდა უცხო ქვეყნის მთავრობას დამორჩილებოდა. ზუსტად 4 წლის წინ 2022 წლის 28 თებერვალს ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად. მეტიც, მან ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი მთავრობის იძულებისკენ მოუწოდა. იცოდა, ვისაც მიმართავდა. მეხუთე კოლონამ ლელო გირჩი სირცხვილია დემოკრატიის მცველები, ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო. იმ დღეს რამდენიმე
1000 ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა. იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე 1000 ქართველი, რომელიც მზად არის უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანას საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს. იმ დღის შემდეგ ამ რამდენიმე 1000 ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მეხუთე კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ. ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხიდან გაიყვანეს, სიმართლეს არ შეისაბამება. განმარტავს პენიტენციური სამსახური და წერს, რომ ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით საპატიმრო, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან. ამასთანავე საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების საკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა. მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის გასაჯაროება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლების არსებობისას. რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს ვიდეო მასალას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია ადგილზე პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეო მასალას, რომელთაც უტყუარად დასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. დედას, რომელიც შვილს აიძულებდა მოწყალება ეთხოვა, ბრალდება წარედგინა. ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ბრალდებული 11 წლის არასრულწლოვან შვილს 2023 წლიდან ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშ სწორებით მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება. მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობით ისჯება. 70 მაქვს. ცოტა ხანი იყავი. რა გინდა? 60 მაქვს და გადავაკეთე. 1 საათი კიდე იყავი. სულ მაქვს 15 და წამოვაიგე ხვედი. მაქვს 39 რა. ჯანდაბა დამუწყვეტა. იყავი მაშინ ჯერ 10 საათამდე, მალე 85 მაქვს და გადავაკეთე. ხვალე იქნები 10:30-მდე. ხო არ დაგეძინა? ხო. არადგები ისე ქცემ რომ დაგაციცხრია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული 11 წლის არასრულწლოვანს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ქუჩაში მოწყალების მოთხოვნას აიძულებდა და მის შეგროვულ თანხას თავად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანს ყოველდღიურად შესაგროვებელი თანხის ოდენობას უწესებდა და მის შეგროვებამდე სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ტრაფიკინგის ფაქტზე წარედგინა, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 57 შეგვრად დაფასებული ნარკოტიკი ამოიღო პოლიციამ და დააკავა ერთი მოქალაქე. 28 წლის ბრალდებული პატრულმა თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერა. ნარკოტიკი სწორედ ავტომობილიდან ამოიღეს. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. ერთ-ერთ კაფე-ბარ საფეხმავლო ბილიკზე უკანონოდ ჰქონდა დამატებითი კონსტრუქცია მიშენებული. დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ნარჩენებს გაიტანენ და ტერიტორიას გაასუფთავებენ. აჭარაში უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებული სივრცის შექმნას. ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარზე უკანონოდ მიშენებული კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს. სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით ხორციელდება.
ქალაქის მასშტაბით უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. თოვლის საფარისგან ისევ იწმინდება თბილისის ქუჩები და დედაქალაქის შემოგარენი. პარალელურად დაზიანებული სადენებისა და განათების ქსელის აღდგენა მიმდინარეობს. ასევე უხინალექისგან ჩამოტეხილი ხის ტოტების დამუშავება გატანა. ინტენსიურ რეჟიმში იმუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური, რომ აღმოიქრას ის პრობლემები, რაც უამიდობამ შექმნა. უამრავი ხე დაეცა დიდი ზომის, რომელმაც ჩახერგა ქუჩები, საბურთალოს ქუჩა, გაგარინის ქუჩა, ცინცაძის ქუჩა, მიცკევიჩის ქუჩა, ბახტრიონის ქუჩა და პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი იყო მთელი ღამის და დილის განმავლობაში, რომ ჩვენ ეს გზები გაგვეხსნა და ამ მიმართულებით მიდიოდა ხეების დამუშავება. ეხლა მიმდინარეობს უკვე მეორე პატარა ქუჩებზე იგივე სამუშაოები, ასევე ეზოებში, ასევე მინდა გითხრათ, რომ დაზიანდა დიდი ღომში საჰაერო გადამცემი ბოძები 8 ცალი, რომელმაც შეუწყვეტა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ წუთისთვის თელასი ინტენსიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაქმრელად და მალე მიეწოდება მოსახლეობას ელექტროენერგია. სინოპტიკოსები ამინდის პირობების გაუმჯობესებას 2 მარტიდან პროგნოზირებენ. ხვალკი ქვეყნის უმეტეს რეგიონში, ასევე დედაქალაქსა და შემოგარენში ისევ თოვლია მოსალოდნელი. დღის ბოლოს ნალექი შემცირდება, 2 მარტიდან კი სრულად გამოიდარებს. დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში იქნება 2-7 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში უმეტეს რაიონში თოვლია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში იქნება 1-6 გრადუსის ფარგლებში. დედაქალაქში ჰაერი გათბება 4 გრადუსამდე. ხვალ დღის პირველ ნახევარში სინოპტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. უმეტეს რაიონში კვლავ მოსალოდნელი ნალექი, თუმცა დღის ბოლოს ნალექების ინტენსივობა შემცირდება და 2 მარტს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება მცირე ნალექი. ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით მომდევნო დღეებში რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. თბილისშიც ხვალისთვის მცირე თოვლი არის დღის პირველ ნახევარში ნავარაუდევი და 2 მარტს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განათლების მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ქუთაისის საერთაშორისო და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში შედგა. გივი მიქანაძემ საზოგადოებასთან ერთად განიხილა რეფორმის განსახორციელებელი ეტაპები და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბების საქმეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ამ პროცესის წარმოება, არა მხოლოდ ზოგადად რეფორმის კონტექსტში, არამედ უშუალო კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, რაც რა თქმა უნდა სამომავლოდაც გაგრძელდება, რამე თუ სწორედ უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა მიღწეულ იქნეს ის მიზნები, რომელიც რეფორმით არის განსაზღვრული. აკადემიური და ადმინისტრაციული კოლეგებისგან დაისვა არაერთი შეკითხვა მინისტრის და მინისტრის მოადგილის მისამართით. შედგა ძალიან ჰარმონიული კონსტრუქციული დისკუსია. მივიღეთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც უკავშირდება რეფორმის მიმდინარეობას და ჩვენი უნივერსიტეტის განვითარებას. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი ყველა ის საკითხი, რაც ყველას აინტერესებს ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ზოგადად განათლების რეფორმა. 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება და ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდება. ნადირობის სეზონის განმავლობაში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 900-მდე სამართალდარღვევა გამოავლინეს. სეზონი აგვისტოში გაიხსნება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნადირობისათვის დადგენილ მოთხოვნების დარღვევაზე. ახალი ნადირობის სეზონი გაიხსნება 2026 წლის აგვისტოს მე-4 შაბათიდან და მოვუწოდებ, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ნადირობა. დანარჩენ შემთხვევაში დეპარტამენტი განახორციელებს უწყვეტ კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის თემურ დადიანის ვარჯიშს დაესწრო. პატაპატიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეს 2026 წლის ზამთრის პარაოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თემურ დადიანი პარაოლიმპიური დელეგაციის მედრო შეიქმნება, ის არაკროს კანტრის დისციპლინაში საქართველოს სახელით იესპარეზებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 16-15 მარტს გაიმართება. მინდა წარმატება უსურვო თემოს, რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ, წარმატებული სამხედრო ათლეტი, რომელიც არის ოქროს მედალოსანი, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში გინესის რეკორდის მფლობელი, ის გახლავთ ასე ვთქვათ, ერთგვარი მოტივატორი სხვა სამხედრო მოსამსახურეებისთვის და არა მარტო. თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ჩვენი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების მხარდაჭერას სპორტული აქტივობების თვალსაზრისით და ხელს უწყობთ მაქსიმალურად, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი შრომით მოპოვებული შედეგით მივდივართ თავაწეულები გავიტანთ ქართულ დროშას ვასახელებთ ჩვენს საქართველოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაღლებელია ჩემთვის ორმაგად, იმიტომ რომ ვეხსენებათ მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი პირველ რიგში და ჩემთვის ყოველთვის საამაყოა საქართველოს სახელის დაცვა. ხელოვნების სასახლეში მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებისა და დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა დაბრუნებული საუნჯე გაიხსნა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, აგრეთვე საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს კულტურის მინისტრის ინიციატივით დაუბრუნდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მე-15-მე-19 საუკუნეებში შექმნილი ნამუშევრები. ის საუნჯე, რაც თავის დროზე საქართველოდან გატანილი იყო და რასაც შევძლებთ დაუდოთ, ესე ვთქვათ, ბინა ჩვენ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს. აქ არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ნამდვილად მსოფლიოს უდიდეს გალერეებსა და მუზეუმებს დაამშვენებდა. დაბრუნებული საუნჯე არის ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც ხელოვნების სასახლეში არის გამოფენილი პირველად და ერთის მხრივ ასახავს ჩვენ ქვეყნის ტრაგიკულ ისტორიას, თუმცა გამარჯვების ისტორიასაც, რადგან დაახლოებით საუკუნის შემდეგ საქართველოს კულტურის სამინისტროს და მინისტრის პატრონაჟით ეს ნივთები დაუბრუნდა სამშობლოს, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში იქნა გატანილი. ხელოვნების სასახლე დაიბრუნა 10 წლების განმავლობაში დაკარგული უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები. ეს იყო ურთულესი საქმე და ურთულესი მისია. სულ 14 ნამუშევარს ნახავს დამთვალიერებელი. ეს არის მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, ვენეციური სკოლა, ჰოლანდიური, ასევე ნიდერლანდული სკოლის საუკეთესო ნიმუშები. ქრონიკა ამ დროისთვის დასრულებულია, ეთერში 17 საათზე დავბრუნდებით. დროებით.